ნახე. დე, ჩაირთო. შეხორ შეგცივდა ბებო. მოდი გაგათბო ბებო. მოდი გაგათბო. რა ჭირდა გამაგები? არაფერი წნევა იყო დავარდნილი. ხო თქვი ეგ იქნება. მე ჩემი ჭკვიანი. დედას არ დაურეკო, მე გავაკეთებო. შემეშინდა დედა ვერ მიუშვი. არ იყო საშიში. ხოდე. ხოდე, საშიში არა, მაგრამ მაინც შენ არ უნდა გააკეთო ეგეთი რაღაცეები. და თუ შენ არ გეცლება? მოვიცლი. მასწავლეთ მე და აღარ გარბენინებ წინ და უკან. არ მქონდა არაფერი საქმე და გამოვედი რა მოხდა. ანუ აღარ მიდიხარ? კი, მაგრამ ჯერ არა. ვინ არის ელოდები ვინმეს? მეზობელი შემხვდა დედა სადარბაზოს დასუფთავების ფულს ვაგროვებთო და ალბათ ეგ არის გააყერა. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება? მოდი. მამიკო. შეფუციყლავო როგორ ხარ ბა? ნახე როგორ გაიხარა. ჩამოგივიდა ბებო მამიკო. იცი როგორ კითხულობდა? იმიტომ რომ მენატრებოდა. ვაიმე მეც ჩემო სიყვარულო ძალიან მენატრებოდა. ჩამოსვი მძიმეა. ჩამო ხოლმე საჩუქრებს ნახავ? აბა. ისამდენი სულ ჩემია? ხო, აი გამომართი, აბა. ყველაფერი ჩამომიტანე? ხო, აბა შენ ამოწმე, რავი, ნახე, აბა. ამ ხელა სიარო ჩამომიწერე რა გეგონა, აბა. და აი ეს კოენ ეხლა არ გამოგეშო საჩუქარი ჩამოვიტანე? არაფერი ისეთ პატარა. აი მე რა ლამასია. დე, ლამაზია რა? კი, ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. ეს შენ. და ნახე აბა თუ მოგეწონება. დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო. ვიცი უბრალოდ ნახე აბა ის არის თუ არა შენ რო გიყვარს. გონი ეგ არის ხო ადრე რო გიყიდე. კი, ზუსტად. დიდი მადლობა. დე, გვაჩვენე რა საჩუქრები. დიდი მადლობა რომ დაამეხმარე. 6 წელი ვიმუშავე ქალბატონ სალომესთან და ვიცი, რომ ყველაზე კარგი ადვოკატია და კარგი ადამიანი. აჭარ. აბა, რა შემიძლია თქვენი დახმარება? ქვემოთ ჩავალ ყავას დავლებ. კარგი. მადლობა. აბა გესმენთ. მოკლედ სალომეს დამემართებოდა. ჩემს მეგობრებთან ერთად სერიოზული ბიზნესი მქონდა. შემდეგ? როცა გავიგე რომ არათუ ვერ გავივლიდი, არამედ დამოუკიდებლად ეტლითაც ვერ გადავადგილდებოდი, ყველაფერი ჩემს ერთ პარტნიორს მივყიდე. ესმის. იმ ფულით ერთი ბინა და ნაკვეთი ვიყიდე. არა, უძრავი ქონება ადრეც მქონდა, მაგრამ ფული იყო და ვიფიქრე მიწას ვიყიდით ხო. სულ აქვს ფასი ხო იცი? კი, ახლა მე თუ მეტეს. ხო და ზუსტად ახლა, როდესაც უძრავ ქონებას დიდი ფასი დაედო, გადავწყვიტე რომ გავყიდო. და კონკრეტულად რის გაყიდვას აპირებთ? ყველაფრის და ძალიან სწრაფად. შემიძლია რაღაც კითხოთ? რა თქმა უნდა. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გადაწყვეტილება ნაჩქარევი არ არის? დარწმუნებული ვარ. უბრალოდ თქვენი დახმარება მჭირდება. კარგით. რაც მევალება, ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. უბრალოდ პერიოდულად თქვენი შეწუხება მომიწევს ხოლმე. როცა გნებავთ. აქედან გამგზევი არ ვარ ხო იცით? აჰა, ნალიგო, გეყოფა თუ დავამატო? კი, მეტი არ მინდა არა. შენ რა დუდი? არა, კაცო რა მატირებს. რა თვალები გაქვს? მე ამის გამო ზუსტად.
თორე რა მატირებს, იცი. აი ესეთი ბედნიერი. ბავშვები რომ გავაჩინე იმის მე არ ყოფილა. შენ წარმოგიდგენია, გუშინ მთელი ღამე ფიქრობდი ამ ამბავზე და რო წარმოვიდგინე. ზურიკო, გეხვეწები რა, არ თქვა რა, გეხვეწები, მაგის აი წარმოდგენაც კი არ შემიძლია რა, გული მისკდება. მერე ნანიკო. რა მერე? რა თქვია რა მერე? არ უნდა აღნიშნოთ ბიჭის გადარჩენა თუ კარტოფილზე და ამაზე გადამატალო უნდა სუბზე. კარგი რა, ზურიკო, რასაც მეტყვით, აი როცა გინდა ყველაფერს გავაკეთებ რა. აბა რა. მაგრამ მოდი რა ჯერ ახლა გოგას ვკითხო. რა ვკითხო გოგას? რა ვიცი ახლა არ არის ამის ხასიათზე, ამ ღრიანცელის არჩენი ძმა იქნება, არ უნდა ეს. კარგი რა, მოიყვანოს ვინც უნდა, ვინ დაუშლის ახლა გამაგებინე. ეს რას უშლიან აბა? აი სწორედ ჩენზე ვლაპარაკობდით. შენი გადარჩენა უნდა აღნიშნოთ, მამა. ხო, მაგრამ შენ თუ არ იქნები წინააღმდეგი. რა ვიცი, როგორც გინდა. წოდრიავდი ახლა. ბიჭი თანახმა. მოიცა, გოგა რაღაცა გინდა გეთქვა? არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა ვინ მოვათქო. აი ზედიკო, შენ ვიც გინდა? და რამდენიც გინდა? ყველა გვიყვა შენიანი და ყველა გაგვიხარდება ვინც მოვა. ეხა ერთ ხუთკაც მეც შემოგაშველებთ. ესე იგი გამოდის, ვინც მინდა ის მოვიყვანო, ხო? ხო, მიდერიკო, აბა რა, შენთვის ვაკეთებ და ვინც გაგიხარდება, ყველა მოიყვანო. იცი რა, მე მგონი მამა ეგრე არ ფიქრობს. ეხა თუ იმაზე ფიქრობ. იმაზე არა, მამა. ეკაზე ვლაპარაკობ ჩემ დაზე. ის ამ სახლში ვერ შემოვა მამა. ხო და გამოდის მე ვინც მინდა კი არა, თქვენ ვინც გინდათ ისინი მოდიან. აიცა მაგის გარდა არავინ არ გინდა? მაგის გარდა არა, მამა, ეკას გარდა, ჩემი დის გარდა და კი მართალია არავინ არ მინდა. და სხვათა შორის ეკა რო არა. აი ამ სუფრაზეც არ იქნებოდა ეხლა ლაპარაკი. რატო ვითო? იმიტომ რომ ერო ეხლა ცოცხალი ვარ. ან თუნდაც ციხეში ავზივარ, ეს ეკას დამსახურებაა. არა, მართალია, იცი. აი, ზურიკო, შენ რომ იცოდე, აი როგორ დარბოდა, აი როგორ არ მაინტერესებს ნანიკო. არ მაინტერესებს. მაშინ მე რაღაცომ მითანხმდებით, მოიყვანეთ ვინც გინდათ იქეიფეთ, როცა გინდათ. არა, გოგა. არა, დედა, ეკა თუ არ იქნება, მე არ დამელოდო ტური. აუ ყომა. მოდით მაო ჩვენ ახალ წამოწყებას და აი ამ პირველ წარმატებას გავუმარჯოს ძმა. გაუმარჯოს. ისა ეგრევე რა. საკაიფო წავიდა ყველაფერი რა. არც მჯეროდა ძმაო. მაგრამ ნუ ღირდა რა ნერვიულობად. ნაზიანო. გითხრა? ყობრაუნ. ტელეფონი რო გამორთე, შენ ძმობას ვიცავარ, მაგრა დავიზმენდი. ნო. და რატო? არ იცი ხა რატო? არ ხვდები. ყომა მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიღალატებდი. არ ძვიადა ძმაო. მაგრამ რო წარმოვიდგინე მონაკოში. ამდენი კაზინო. ამდენი ფული. ელენის თავს ვიცავარ? აი საერთოდ ერთხელ მაინც დუმებოდა რა. მიუხედავად იმისა, რომ 100 მეტრში იყო კაზინო ჩვენი სასტუმროდან, რა ვიცი, საერთოდ არ გამხსენებია. მართლა? ხო, შენ ძმობას ვიცავარ, კასპერ. ჩაბარდა წარსულსრაი ამბავი რა, ისე ჩაბარდა, რომ არც განმეორდება რა. ძალიან მიხარია შენ ძმობას ვიცავარ, რომ შეძელი ეგ რა. ისეთი ძალა მყავდით რომ. ვინ? ვინ, აქშენ, ელენე. ღმერთი. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. რამე ხო არ დავამატოთ? ხო გავათეთროთ. მოიჭველი. It's okay. Someday I'm gonna be with you.
როგორ გამახარე, მოდი. აი თუ არ მიღებდი მე კარს. არა, იმაზე ვიყავი სარაცხფენდი შემო. შენი ყიდებით იცი? ვე. გოგა კი არ ვარ. დასასაცილო. ხა წარმოვიდგინე, ბავშვობაში რომ ეთქვა იგივე, რას მიზამდი. რას გიზამდი და დაგაწიწნიდი მაგ თმებს. ხო, ეგ შენი ძლიერი მხარე იყო სულ სხვათა შორის, იმიტომ მაგ თმები გათხელები. გავიზარდეთ. არა, მე გავიზარდი, შენ არა, შენ ისევ ისეთი გიჟი ხარ, როგორც ბავშვობაში იყავი. ისმინე, ანა როგორა? ნახი ბავშვი? კი, და ისეთი საყვარელია. შეიძლება გაგიჟდე? ბიჭია ხო? არა, კაცია. მამა კაცია, ჩვეულებრივი, მართლა. რა, როდის გამოწერენ? ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ. მე ერთი სული მაქვს მოვიდეს, რომ როგორც მე მინდა ისე ჩავჯუჯგნო. იმედია არ მიგიშვები ჩასაჯუჯგნად. შენ არის ნერვიულო, მივეპარები. აი მისმინე რამე არ გჭირდება თან რამის მოტანა ან რამეში დახმარება. ხო იცი არ მეზარება ეგეთ რაღაცები. ვიცი, მაგრამ არაფერი არ გჭირდება. ხვალ მოიტანენ ეტლს. ბავშვის საწოლს, სხვა ყველაფერი დავალაგე, მოვაწესრიგე და მზად ვარ. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ხო, რა წასვლამდე მინდა დავეხმარო. სად მიდიხარ? ჩემს სახლში. იცი რამდენი საქმე მაქვს იქ? სად კარნოტაში? როდის აპირება? ამ კვირის ბოლოს ალბათ ჯერ ბილეთები არ ამიღია. ხო და არც აიღო, ვერ წახვალ ამ კვირის ბოლოს ვერსად. რას ნიშნავს ვერ წავალ? იმას, რომ ამ კვირის ბოლოს ოჯახში გეიფობთ ჩემს გადარჩენას. შაბათს. ძალიან კაი. მე რა შუაში ვარ. რას ნიშნავს შენ რა შუაში ხარ? შენ ჩემი ოჯახი არ ხარ? ძალიან კარგად იცი რასაც გულისხმობ. არა, არ ვიცი და ვერ წხვდები. შენ ხარ ჩემი და სადაც მე ვიქნები, იქ იქნები შენც. იმ სახლში? შევხედე შენს სახლში. და კვირდები რომ დედაც და მამაც სიხარული შეხვდები. არ ვიცი. მართლა არ ვიცი. მოვისმინე შენ კი არ გაიზარდე. დამერდი. გაიერთი. რა გაიერთება რა არის? ყველაფერზე ცრემლები მოგდის ამბოლდებს. აიხსენე რა მაგარი გოგო იყო. მიყვარს. მეც მიყვარს, მეც. კარგი, აბა წავედით, დროებით. დროებით. გუშინ შენი კაბინეტიდან ვიღაც ტიპი გამოდიოდა ცოტა ასაკოვანი. ვინ იყო? იეჭვიანე? არა, მართლა გეკითხები. გინდოდა რამე? შეგიძლია რომ 2 წუთი მომცერე, მადლობა მოგიხედა. მალე ხომ იცი რომ